ის, რაც ჯერ კიდევ შარშან წარმოუდგენლად გამოიყურებოდა, უკვე დღეს რეალობაა. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები თბილისში უკვე შემდგარ მშვიდობაზე საუბრობენ. მას ბაქომ და ერევანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტით სულ ახლახან მიაღწიეს. სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი რეგიონის მომავალზე, სატრანსპორტო თუ სავაჭრო შესაძლებლობების გამბლოკვაზე თბილისში, აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე ფორუმზე ერთად საუბრობდნენ. სიმბოლურია, რომ ეს ფორუმი იმართება საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ისტორიულად იყო და რჩება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდად. საუკუნეების განმავლობაში აბრეშუმის გზაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებდა, მოძრაობდა არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ კულტურა, იდეები და პროგრესი. დღეს მსოფლიო ტრანსფორმაციების ეპოქაში, ახალი გამოწვევების დამადრულად შესაძლებლობათა წინაშე, ისტორიული აბრეშუმის გზის იდეა იძენს სრულიად ახალ საკვანძო მნიშვნელობას. ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ისღა დაგვრჩენია მეტი ტვირთბრუნვით დავტვირთოთ, მეტი ენერგიით, ელექტრონული ხაზებით, მეტი კეთილდღეობით, განვითარებით, რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს. აზერბაიჯანი უკვე ხსნის შეზღუდვას თავისი ტერიტორიის გავლით ჩვენი მიმართულებით საქონლით ბრუნვაზე. ეს გუშინ განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა. მადლობას ვუხდი მას ამ ნაბიჯისთვის, გადაწყვეტილებისთვის და ამ ინიციატივას მივესალმები. თვეების წინ ეს ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა. ჩვენი ქვეყნები გეოგრაფიული პოზიციით და თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შუა დერეფანში ყველაზე მნიშვნელოვანი მომაწილეები და მოთამაშეები არიან. ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებით მუდმივად და მიზანმიმართულად დგამთ ნაბიჯებს წინ, რომ ამ გზაზე ჩვენი ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. წავახალისოთ სასაზღვრო კვეთის პროცედურები და სატრანზიტო შესაძლებლობები. ჩვენს დღის წესრიგშია პროექტები მოდერნიზაციის, სპორტების განვითარების მიმართულებით, მათ შორის ციფრული მექანიზმების გამოყენებით. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევა ცხადყოფდა 90% ზრდას შუა დერეფნის ტვირთბრუნვის და გატარების შესაძლებლობის მიმართულებით, რაც ზრდის ჩვენს პოტენციალს და სატრანზიტო დროის შემცირებას უწყობს ხელს. მარშრუტის კვეთის პერიოდი 15 დღემდე მცირდება. ფორუმზე, რომელმაც 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-ზე მეტი სტუმარი შეკრიბა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ არსებული გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე შუა დერეფანს ახალი შესაძლებლობები გამოუჩნდა. ეს იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად რეგიონი ტრადიციული სავაჭრო გზების გადალაგების აქტიურ პროცესშია. კითხვა დღეს სწორედ ასე ჟღერდა. თუ რა ინფრასტრუქტურითა და რა ამბიციებით უნდა შეხვდეს ახალ შანსებს რეგიონის სახელმწიფოები, რათა აღმოსავლეთი დასავლეთს აზია ევროპას დაუკავშირონ. რაც შეეხება ენერგეტიკის, ენერგორესურსების ნაკადების გადალაგებას და ასევე თუ კი ამას გადმოვიდანთ აბრეშუმის გზის კონტექსტში, თურქმენეთი ყოველთვის ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთის მიმართულებით განვითარება, განსაკუთრებით სტაბილური ენერგოდერეფნის შექმნა კასპიის ზღვის სამხრეთ კავკასიის და ევროპის მარშრუტის მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, რომ განვაგრძოთ და განვამტკიცოთ ენერგეტიკის თემაზე დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეზობლებთან, ასევე კიდევ მეზობლად მდებარე რეგიონებთან. ვთვლი, რომ აუცილებელია წესები და მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირი უკვე აფართოვებს ორმხრივი შეთანხმებების ქსელს და ჯაჭვს და წილად, ანუ ფაქტიურად ამით ჩანაცვლოს გლობალურ დონეზე იმ წარუმატებელი ძალისხმებები. ეს გამოწვევები მეტწილად ბრიანი ხმათული ვთქვით, რომ გამოწვეულია ჩვენი თვე. თავისთავად ენერგომატარებლების გაზრდილი ფასებით, გადაჭარბებული მარეგულირებელი ჩარჩოებით, ეს არის საკითხები, რომელიც ჩვენთან მოვაგვაროთ, ეს არის ფაქტიურად ჩვენი საშინაო დავალება და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ამ უმცანის შესრულებას. საქართველოს წინაშე ამჟამად არსებული გამოწვევები მეტწილად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხება. იქნება ეს საჰაერო სივრცე, ხმელეთი, რკინიგზა თუ ზღვა. ამ ხრივ კითხვებს აჩენს ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტისთვის ინვესტორთა მოძიების პროცესის გაჭიანურება. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით ამ ხრივ სამობილიზაციო პროცესი დასრულებულია, ხოლო მშვენებლობის პროცესი მალე დაიწყება. საორიენტაციო თარიღად 2029 წელს ასახელებენ. 2031 წლისთვისაა ჩაფიქრებული ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. 2033 წელს ასახელებენ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ოპერირების დაწყებისთვის, რომელმაც საქართველო ევროპის ენერგოსისტემას უნდა დაუკავშიროს აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის გავლით.
ისმის კითხვა იმის თაობაზეც აისახა თუ არა თბილისსა და ბრიუსელს შორის გაჩენილი პოლიტიკური კრიზისი პროექტის ტექნიკურ სამუშაოებზე. ჩვენ არანაირი შეფერხება ამ კუთხით არ გვიგრძნია, პირიქით ბოლო კვლევები და ეს ინტერაქციები აუცილებლად ხაზს უსვამს იმას, რომ ეს პროექტი არ არის მხოლოდ საქართველოს პროექტი, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს რუმინეთის დამაკავშირებელი ხაზი მხოლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად შეიძლება ესე ჩანდეს, ეს არის რეგიონალური პროექტი, როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ისე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიაღწიონ იმ კლიმატის და მდგრადი განვითარების სამიზნე მაჩვენებლებს, ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამატებითი განახლებადი ენერგიის წყაროები, ის განახლებადი ენერგიის შუა კორიდორი, რასაც ჩვენ ვავითარებთ, ან მწვანე კორიდორი, ასეც მოიხსენიებენ ხოლმე, ამიტომ ეს კონსულტაციები მიდის. ანაკლიასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ სახელმწიფომ დაიწყო ინვესტირების განხორციელება ანაკლიის ღრმატყოვან ნავსადგურში. ჩვენ შერჩეული გვყავს ბელგიური კომპანია იანდენული იმისათვის, რომ ააშენოს როგორც ზღვის ინფრასტრუქტურა, ასევე დააღრმავოს შესაბამისად აუზი, ზღვის აუზი, აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე სამობილიზაციო სამუშაოები დავასრულეთ და ძალიან მალე გადავალთ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. რაც შეეხება უშუალოდ ინვესტორის შერჩევას, ინვესტორთან დაკავშირებით მიმდინარეობს შერჩევის პროცედურები და შესაბამისად გეცნობებათ აღნიშნული საუბარი. პარტნიორები, რომლებიც საქართველოსთან ერთად საინვესტიციო პროექტებზე მუშაობენ, აღნიშნავენ, რომ ქვეყანა გეოპოლიტიკურად სტრატეგიულ ადგილას იმყოფება, მაგრამ არსებობს გამოწვევები, რომლებზე მუშაობის გარეშეც საქართველოს რისკავს დაკარგოს უფრო მეტი შესაძლებლობები. ევროპასთან მჭიდრო ინტეგრირება და სასამართლო სისტემის გარდაქმნა ბევრს გამოსავლად ესახება. On the basis of what I've witnessed so far, I think კომპანიებს განსაკუთრებით შვეიცარიულ კომპანიებს სულ პროგნოზირებადი და სანდო გარემოსხილვა. ეს გულისხმობს ხელშესახებ ინფრასტრუქტურაში ოპერირებასა და აგრეთვე ძლიერი სასამართლო სისტემის ქონას. ეს პარამეტრები აბსოლუტურად საკვანძოა. ისიც რომ გსურთ თანხმედრაში იყოთ ევროკავშირთან და გამამტკიცოთ კავშირები ევროპასთან, უდავოდ არის მთავარი კონკურენტული უპირატესობა. გუშინ მე ვიხილე პროტესტი პარლამენტის შენობის წინ. მოგეხსენებათ, შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა. საბოლოოდ რაც შემიძლია თქვა, არის ის, რომ ევროკავშირი არის ძალიან ძლიერი ბაზარი. შესაბამისად, ჩემი მოსაზრებით, საქართველოს ევროკავშირი ბუნებრივი სავაჭრო პარტნიორობაა. ვისურვებდი, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოებულიყო ბრიუსელთან და ასევე საქართველოს სჭირდება სავაჭრო ნაკადების დივერსიფიცირება. და ამისთვის გაქვთ ძალიან სტრატეგიული პოზიცია პირდაპირ სამხრეთ კავკასიის გულში. ხედავ, რომ თქვენ გაქვთ კარგი ეკონომიკური ზრდა, გაქვთ ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა, მუშაობთ სტაბილურ გარემოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ასევე ვხედავთ გარკვეულ გამოწვევებს, რაც შეიძლება წარმოიშვას. ერთ-ერთი მათგანი სტაბილურობას ეხება. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონმა სტაბილურობა შეინარჩუნოს. ასევე გქონდეთ ყველანაირი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ასევე უნდა კონცენტრირდეთ ამ გზაგამტარების ირგვლივ. დამატებითი ღირებულების მქონე სერვისების განვითარებაზე. რადგან სხვაგვარად თქვენ ძალიან დამოკიდებული ხდებით ეკონომიკებზე, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით. ამან კი შეიძლება მომავალში პრობლემები წარმოშვას. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. ამჯერად მის ფარგლებში დედაქალაქი საერთაშორისო ფინანსურ ფორუმსაც მასპინძლობს, სადაც ფინტექ ინდუსტრიის კომპანიები იღებენ მონაწილეობას. ფოკუსი ფინანსურ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე კეთდება, რომელმაც რეგიონის განვითარება უნდა უზრუნველყოს.